გენერალური პროკურორი პარლამენტშია. გიორგი გვარაკიძე საკანონმდებლო ორგანოს მისი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს. გენპროკურორი მოხსენებით უკვე წარსდგა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. რამდენიმე წუთში მისი მოსმენა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. თეონა, უფრო დეტალურად რას შეეხება გენპროკურორის ანგარიში? გიორგი გვარაკიძე პირველი გენერალური პროკურორია, რომელიც პარლამენტის წინაშე წარსდგა და დეპუტატებს წარუდგინა წლიური ანგარიში. აქამდე არსებული პრაქტიკით გენერალური პროკურორები წლიურ ანგარიშებს პარლამენტში აგზავნიდნენ, თუმცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ ცხადდებოდნენ. როგორც ჩანს, გიორგი გვარაკიძემ ამ პრაქტიკის შეცვლა დაიწყო, ვინაიდან ის დღეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარსდგა და დეტალურად ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რა საქმიანობას ეწევა მისი უწყება. გიორგი გვარაკიძის მოსმენა რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება პლენარულ სხდომაზე და სწორედ იქაც ექნება დეპუტატებს საშუალება მოისმინონ როგორც მისი ანგარიში, ასევე მას დაუსვან კითხვები. მსგავსი პრაქტიკა იყო დღეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც გიორგი გვარაკიძემ მოიცვა საკუთარ გამოსვლაში ის საქმიანობა, რომელსაც მისი უწყება გასულ წელს ახორციელებდა. მან განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა მის უწყებას მისცა საშუალება, რომ უფრო კარგად აწარმოოს საქმიანობა. გიორგი გვარაკიძემ დღეს თქვა ის, რომ გასულ წელს 25,086 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც მისი ინფორმაციით და განმარტებით გასულ წლებთან შედარებით არის მაღალი მაჩვენებელი. მან თქვა, რომ 2020 წელს ეს მაჩვენებელი იყო 15,625. გიორგი გვარაკიძემ დღეს იდენტიფიცირება მოახდინა იმ გამოწვევების, რაც მის უწყებაში არსებობს. ამ შემთხვევაში მან ისაუბრა იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რაც პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ასეთი არის ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ქურდობა და თაღლითობა. მან თქვა, რომ თუ კი წლების წინ ქურდობა წარმოადგენდა ნომერ პირველ პრობლემას, დღეისათვის ეს პრობლემა შეიცვალა ნარკოტიკული დანაშაულით და როგორც ის ამბობს, ნარკოტიკებთან ბრძოლა მისი უწყებისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. მან თქვა, რომ ნარკოტიკებთან მიმართებაში სახელმწიფო ამ შემთხვევაში გამსაღებლების მიმართ აწარმოებს უმკაცრეს პოლიტიკას, გამსაღებლებისგან განსხვავებით კი მომხმარებლების შემთხვევაში ხშირად სახელმწიფო მიმართავს რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის პროგრამებს. 2025 წელს მაღალი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რომელიც 25,086 პირს შეეხო და წინა წლებთან შედარებით მკვეთრი მატებით იყო გამორჩეული. მოსახლეობის განფენილობისა და რეგიონული ეკონომიკური აქტივობის გამო კი ყველაზე მეტი დევნა 33,3% თბილისში დაიწყო, 13,7% აჭარაში და 11,9% იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. წინა 5 წლის მსგავსად განზრახ-ყრელობისა და დამამძიმებელ გარემოების შადენილი განზრახ-ყრელობის ფაქტებზე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი კვლავ 100%-ს შეადგენს. სტაბილური 95%-იანი მაჩვენებელია შენარჩუნებული ყაჩაღობის ფაქტებზე, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებისას თავისუფლების აღკვეთის წილმა წინა წლებთან შედარებით 4%-ით მოიმატა და 78%-ს შეადგენს. არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის მზარდი მაჩვენებლები ჩვენი გამოწვევაა, რაც წლიურ შედეგებშიც ასახულია. განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 1169 პირი შეადგინა. ბოლო წლებში მზარდია არასრულწლოვანების მიმართ გამოტანილი განაჩენების რაოდენობაც, რომელიც 2025 წელს 404 პირს გაუთანაბრდა. ნარკოტიკული დანაშაული ყველაზე გავრცელებული დანაშაულების სათავეშია და პირველ ადგილს იკავებს დევნის დაწყების მაჩვენებლით. ქვეყნებს შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გამარტივებამ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზრდას. 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა, ხოლო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ გატარდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4,585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა.
კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენი 91%-ის მიმართ. ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა 62%-ის შემთხვევაში. კანონიერი ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 67 პირს განესაზღვრა ბრალდებული სტატუსი ქურდული სამყაროს წევრობისთვის, რაც 235%-ით აღემატება 2024 წლის შედეგს. 1140%-ით მოიმატა კანონიერი ქურდისთვის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის გამო პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობამ და განისაზღვრა 85 ბრალდებულით. ყურადღებას გამომახვილებს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე. წინა 3 წელთან შედარებით 2025 წელს ყველაზე მაღალი იყო გამოძიების დაწყების მაჩვენებელი და 230 საქმით განისაზღვრა, ხოლო ბრალდებულ პირთა რაოდენობა 125-ს მიაღწია. გაიზარდა სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის მაჩვენებელს და მსჯავრით დაიდო 84 პირს. ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში. მათ შორის 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი, კერძოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელი დირექტორი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, საჯარო ახსნილების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი. კომიტეტის ხტომაზე კამათის მიზეზი გახდა ოპოზიციონერ დეპუტატების მიერ დასმული კითხვების შინაარსი, იმის გათვალისწინებით, რომ რეგლამენტი კრძალავს გენერალური პროკურორისთვის სისხლის სამართლის საქმების შინაარსზე კითხვების დასმას. არჩილ გორდულაძემ, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა, გიორგი გახარიას გუნდის წევრებს საშუალება არ მისცა, რომ მათ მსგავსი სახის და შინაარსის კითხვები დაესვათ. მათი კითხვები ეხებოდა გორის ინციდენტს, სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და იმას, ქვეყანაში არსებობს თუ არა შერჩევითი სამართალი. მას შემდეგ, რაც მათ მსგავსი შინაარსის კითხვები ვერ დასვეს, მათ თქვეს, რომ მათი კითხვები იქნებოდა უფრო აბსტრაქტულად და ორაზროვნად დასმული. ამის შემდეგ მათ მიეცათ საშუალება კითხვები დაესვათ. გენერალურმა პროკურორმა უპასუხა კითხვებს იმის თაობაზე, არაკეთილსინდისიერი პროკურორების შემთხვევაში როგორი არის პროკურორის დამოკიდებულება, მთავარი პროკურორის დამოკიდებულება, ასევე რამდენ პირს გამოეცხადა შენიშვნა და როგორი არის ამ მიმართულებით გამოწვევა და როგორი არის რეაგირება უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით. გიორგი გვარაკიძემ დღეს თქვა, რომ შერჩევით სამართალს გენერალური პროკურატურის მხრიდან ადგილი არც ერთ შემთხვევაში არ აქვს. თქვა ის, რომ 11 პირის მიმართ მოხდა დისციპლინარული შენიშვნის გადაცდომა და ამ შემთხვევაში რეაგირება იყო ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ერთი პირი კი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული. გიორგი გვარაკიძემ დღეს ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი უწყება კანონის ფარგლებიდან გამომდინარე პირნათად ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას და მან თქვა ისიც, რომ ის არის სურვებს იმას, რომ რომელიმე პროკურორმა საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტოს და მისი უფლებამოსილების არეალს გასცდეს. თქვენ ცლად ისაუბრეთ პრინციპში არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მათ მიმართ გამოყენებული შესაბამისი საპროცესო ქმედებების თაობაზე. რა პოლიტიკას, რა სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ფიქრობს გენერალური პროკურატურა 2026 წლისთვის? როგორ წარმოუდგენია ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები? ჩვენ არ გვინდა ბევრი არასრულწლოვანი გახდეს ესე რომ ვთქვათ, ნასამართლები პირი. მათ უნდა მიეცეთ საზოგადოებაში ინტეგრაციის სრული უფლება, მიმდინარეობს და კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას არასრულოვანთა შეხვედრების გზით, სკოლებში, უნივერსიტეტებში, გარკვეული აქტივობები ტარდება, სადაც როგორც ესე რომ ვთქვათ, არასრულწლოვანებს და მოსწავლეებს, ისე მათ მშობლებს თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს ხვდებიან ჩვენი პროკურორები, მათ ესაუბრებიან, უხსნიან
კონკრეტული დანაშაულების სიმძიმეების შესახებ, მძიმე ხვედრის შესახებ, რაც შეიძლება მოხვდეს დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რა კატეგორია რჩება დღეს ყველაზე უფრო დიდ გამოწვევად პროკურატურაში, თუ შეგვიძლიათ და გითხრათ და ასევე ანგარიშის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ოჯახში ძალადობა. ქურდობა, ოჯახური დანაშაული, თაღლითობა და ნარკომანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულებია. წლების განმავლობაში ეს 4-ეული ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. თუმცა 2025 წელს ნარკოტიკულმა დანაშაულმა ფაქტიურად გადაასწრო ყველა სხვა დანაშაულს და თავისთავად გამოწვევად რჩება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც არის საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობა რა. ეს არის მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი სისტემური ძალადობა, მშვიდობიან აქციებზე, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, არაერთი თავდასხმა. დაკავებულების მიმართ არაადამიანური და წამების, ასე ვთქვათ, ფაქტები. თუ გრძნობთ ამ მიმართულებით პასუხისმგებლობას, შერჩევით მართლმსაჯულებას, როდესაც საუბრობთ ამ ფონზე 2 წლის შემდეგ დაკავებულია მხოლოდ 5 მოძალადე პირი. შემდეგი შეკითხვა შეეხება კონკრეტულად გორში მომხდარ ინციდენტს, როგორც ასე ვთქვათ, ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა შეაფასა რეალურად ინციდენტი. ბატონო, გიხდით. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კითხვების დასმა არ შეიძლება. კი, განმარტავ, ეს არის მე რა კი კონკრეტულ ორგ სისხლის სამართლის საქმესთან დავსვავ კითხვას, რომელიც არის ფაქტობრივი. მით უმეტეს, ერთზეც არ შეიძლება და ორზეც მით უმეტეს არ შეიძლება. ბატონო არჩილ, ახსნ გუფურად პოლიციელების მიერ მოხდა სასტიკი ძალადობა მოქალაქეზე და იმ ფონზე, როდესაც ერთი კონკრეტული უწყების, ერთი კონკრეტული სტრუქტურის რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად ძალადობს რიგით მოქალაქეზე. თulit თუ არა რომ ეს როგორც შეფასდა ოცნების პოლიტიკური გუნდის მე ეს არის მცირე გადაცნობა ინციდენტი, თუ ეს არის იმ სისტემური ძალადობის გამოძახილი, რაზეც წინა კითხვაში მქონდა საუბარი. ბატონო გიგა რომ დევნის მაჩვენებლის მატება პირდაპირ კავშირში არის სამართალმცავი უწყებების ურთიერთ კოორდინირებული, სწორი, კარგად დაგეგმილი მუშაობით გამოვლენილი ქმედებების, დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობაში არის აქ საკითხი და არა დანაშაულის მატებაში. აქციებზე, ჟურნალისტებზე და არაადამიანური წამების ფაქტებთან დაკავშირებით მხოლოდ 5 პირი არის მიცემული პასუხისმგებაში. მე მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში გამოძიება გრძელდება და გამოძიებას აქვს თავისი ვადები, აქვს თავისი შეხედულებები, მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტები და ასე შემდეგ. მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აქვს ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას. ძალიან მინდა ვიფიქრო, რომ საქართველოს პროკურატურა არის მთელს მსოფლიოში ოაზისი ყველაზე კეთილსინდისიერი ადამიანების. ძალიან მინდა ასე ვიფიქრო და მჯეროდეს, რომ ოაზისია. მაგრამ სამწუხაროდ სხვა მოცემულობებია, რომელიც ამის საპირისპიროს უფრო ადასტურებს. პროკურორთა პასუხისგებლობის სისტემა თქვენთან როგორ მუშაობს, ხედავთ თუ არა ეგ ხარვეზებს, მაგალითად, რომ მითხათ კონკრეტული მაგალითები, რამდენი პროკურორის მიმართ დაიწყეთ დისციპლინური წარმოება, რამდენი გათავისუფლდა. არც ერთ დანაშაული არ ჩაუდენია და ძალიან კარგი არის და იმედი მაქვს, რომ ესე გაგრძელდება, იმიტომ რომ არ უსურვებ პროკურორს რომელიმეს, რომ რაიმე კუთხით მსგავსი, ესე რომ ვთქვათ, პრობლემა შეექმნას. რაც შეეხება დისციპლინურ გადასტომას, 11 დისციპლინური გადასტომა იყო 2025 წლის განმავლობაში და ისაჯა პროკურორები და პროკურატურის თანამშრომლები, მათ შორის ერთი პირი იქნა დათხოვნილი. არ საუბრობთ გაცილებით დიდ ქონებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ბატონ გრიგოლ ლიულაშვილის სახლებიდან ამოღებულ 7 მილიონი დოლარის ქეშად ამოღებულ 7 მილიონი დოლარზე და კიდევ ძალიან დიდი მოცულობის ძვირფას ნივთებზე. თუ შეიძლება რომ განგვიმარტოთ, რატომ ვერ მოხდა ეს ჩამორთმეული ქონებების ჩამონათვალში? წლის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემები რაც დაჯამდა ამოღებულ ქონებას თუ ჩამორთმეულ ქონებას შეეხება, ყველაფერი არის დოკუმენტში მოცემული.
სახელობით ვერ იქნება რომელ პირს რა ქონება თუ ნივთი თუ რა ბრენდი თუ რა რაოდენობის ესე რომ ვთქვათ თანხა ჩამოერთვა ეს ანგარიში თავისთავად ვერ იქნება მოცემული მაგრამ თქვენ კონკრეტული პირები ვინც გაინტერესებდათ ამ საქმეებზე ჯერ განაჩენი არ დამდგარა მოგეხსენებათ რომ განაჩენის დადგომის შემდგომ უნდა მიექცეს ქონება ჩამორთმეული იქნება ეს თუ ფულადი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ესე რომ ვთქვათ საკუთრებაში და რაც შეეხება თქვენ რა საქმეებიც ბრძანეთ ისინი მოექცევა 2026 წლის ანგარიში გიორგი გვარაკიძის მოსმენა რამდენიმე წუთში პლენარულ სტომაზე გაგრძელდება, ხტომა ჯერჯერობით არ დაწყებულა, მას ისევ მოუწევს წარადგინოს მისი უწყების წლიური ანგარიში, ამის შემდეგ კი ფორმატი გულისხმობს იმას, რომ დეპუტატებს საშუალება ექნებათ მას კითხვებით მიმართონ და უკვე შემდეგ გენერალური პროკურორის მხრიდან პასუხებს დაელოდებიან. მადლობა პირდაპირ ეთერში თეონა მანაგაძე საუბრობდა.